ქათმის ფეხების გასინჯვა. გადავიდეთ მატლებზე, შეხედეთ. მან უნდა დაგიტავა? ხორცი არა, გავჭამო. ნიჰაუმა. მე ვარ ელფმარიამი და დღეს ვსინჯავთ აზიურ ტკბილეულს და სნექებს. ბოლომდე უყურეთ ვიდეოს, იმიტომ რომ ბევრი ისეთ რამეს გავსინჯავთ, რაც ჩვენი გემოსთვის არის წარმოუდგენელი. დავიწყებთ რა თქმა უნდა იხვის ფეხებით და ბოლოს დავასრულებთ სხვადასხვა უცნაური დესერტებით, ამიტომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და კომენტარებში დაწერეთ თქვენ რისი გასინჯვა მოგინდებოდათ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთ ბოქს, სადაც ჩავდებ ყველაფერს თითქმის, რასაც ჩვენ გავსინჯავთ, გავათამაშებთ. ამ ვიდეოს კომენტარებში დაფიქსირდით, ერთ-ერთი თქვენგანი გახდება გამარჯვებული და მოიგებს აზიური სნექების ბოქსს. ახლა ველოდები, როდის მოვლენ გოგოები, ყველაფერი უფრო მზად მაქვს და დავიწყებთ გადაყებას. იხვის ფეხები, რაღაცის ფეხები და ქათმის ფეხები. არის ცხარე соусებით და არ ვიცი რამდენად შევძლებთ ჭამას. ეს არის აი ამ რაღაცა პატარა გუჭის რაღაცა ჰიანგლაუნგან ჯემ. ეს ძალიან გავს მატლებს და არ ვიცი რა არის და ეს არის კრევეტები და სხვა შორის კატა ახატებენ და კატისთვის არის თუ ადამიანისთვის კატის საჭმელი არ ჭამოთ. ამაგემოვნებთ ამ სოსისებს, რომელიც პირდაპირ იჭმევა და არ ჭირდება ზედმეტი არაფერი. ესეთ ჩიფსებს, რომელიც გავსინჯე და ძალიან გემრიელია, ლობიოს და ძალიან ცხარე ჩხირებს. დესერტად გვაქვს ესეთი ჟელე, დონატი უსქვიშესი, მის ნაცვლების რაღაც დესერტი. ნიჰაუ, ვომენშილაზა გულუზია მალიან კეტი ელედე ნიანა ჰიუომა აინიემ. რაღაცა ვთარგმნე და ვერ ვკითხულობ. ამის დაზეპირებაზე ხო ზედმეტი ალაპარაკი. დავიწყოთ ლათიაოთი? დავიწყოთ. წამოქეთო. 1 2 3 წავიდე. აი, რამდენი მეცალია ნახე. მართლა კატის საჭმელი. ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად მე მგონი ნახე. ნახე, თითები. ქათმის ფეხები გვაქვს ბევრნაირი. ეს ყველაფერი უნდა გავსინჯო. ქათმის ფეხები. ეს მაინტერესებს. მატლები. გული, ნახე რა ლამაზია. 1 2 აბა ერთად 1 2 1 2 აბა რა იქნება. რაღაცა შეუცვალ. დღეში. ვინ სინჯავს პირველი? მე. რამე გაცვლა არ ვიცით, ესა გადის ესასავით? კი, მიდი. უთმობს ნინა ელენეს ყოჩო. ნინა, იმიტომ რომ ნინა მიცის ჩინური მისალმება. მიესალმე ჩინურად? ნიჰაუ. ნინას მოდი გავასინჯოთ ღორის ცხარე ჟერკი. იცი რა არის ღორის ცხარე ჟერკი? ცხარე? რომელიც გამოიყურება ფუ ზანცხარეა ნახეთ რა საზღვრად გამოიყურება ხარა კი არის, მაგრამ აი გემურით. აუ, მე ძალიან მიყვარს ზოგადად საქონლის ხორცის, ღორის ხორციც და ცხარე რაღაცები და მე მგონი უნდა მომეწონოს. განცდა ეგეთი მაქვს. განწარია. მაგრამ ძალიან გემრიელია. იცი რა, 10-დან ალბათ 7 ქულას მივცემდი. სუმირავი არ არის ეგეთი დიდი. არა, 10-დან დავწერ, რა ნორმალურია, მე ძალიან მომწონა. 9. მოკლედ დავიწყოთ ქათმის ფეხების გასინჯვა. ქათმის ფეხი და ვეფხვის კანი ესე ქვია, რომელიც ესე გამოიყურება. ესე გავსინჯო აქედან.
ძულებია. ძულები შევხვდათ, თორე ძალიან გემრიელია, ნახეთ. აი, ძულები ამ სიამოვნებს, თორე ცუდი არ არის. ქათმის ფეხს დაუწერდი 10-დან 8. ეგრე არ მოგეწონა. 10-დან 8. ვაიმე. ქათმის. ზასტრიალა ბეყი. იმასგან შედარებით ცოტა უკეთესია. ფუ, და რამდენს ჯა. თქვენს უნდა დაგიტოვოთ? კაი, ერთად მოვიდო. ცხარეა. კაი, ჩაიწენინა. ეს ნახე. ჩვენ თაობის დიდებს არ გაუკვირდებათ ეს, იმიტომ რომ ბულიონს მიჩვეული ბავშვები ვარ. წესით ხტილი უნდა იჭმეოდეს ამისი. საინტერესო გემო აქვს და მე მგონი მომწონს ესეც. რომელი მომწონა უფრო? აი ეს მომეწონა. პირველად რო გავსინჯეთ. ეს წითელი. ხო. ეს მოგეწონა უფრო ქათმის უფრო. ხო და მე მგონი არასწორად შევაფასე რა, ეს უფრო მომწონს. ამიტომ ამას ეკუთვნის მე მგონი 9 და ამას 8. 8 ამას. იმიტომ რომ მომწონს რა. ხო. ესე უნდა ჭამოთ. თქვენ რაღაცა უცნაურად ჭამეთ, აი ნახე. ველი მოდი ერთს გაგასინჯებ რა. ხტილის ნაწილს გაგასინჯებ. შელი ბონივით არის. მოდი. ხო. მანე, ოკეია. ამიღო? ძალიან მომეწონა. ხო, ეს ძალიან კაია. ამის გასაგებია არ მინდა ამის. აი, მოიცადეთ ამასაც გაჭმოთ, მაგრამ ხელები არ დაიშვა. მოდი, ხო. ეს რისი ფეხია, არ ვიცი, მე მგონი იხვის. უხდება ლიმონი. რაღაცა უსიამოვნო საჭმელია. ნახოთ. არა, ლიმონი არ უხდება. ცხარე რო იყო, უფრო გემრიელი იყო. ლიმნიას მე მგონი უნდა დაუწეროთ 3 ქულა. იცით რა, მეშინიათ მაგის გასინჯო, მაგრამ თუ ხალხი ჭამს, მე ვარ გამორჩეული და რამეს მიდევს თუ რა. აუ, სინი, ხო იცი, აი აღარ დავსახელებ მან ჭამ. ვაიმე რანაირად უცებობთან თავდა. ველესოვითო. ხორცი არა, გავჭამო. მეც მე მამა. არა. არმა. აიო. მოგეწონა? აი რა მოგწონს კონკრეტულად? ამა. ჭამა მოწონს. ცოტა გავსინჯე და მაინც არ მომიწონა, მაინც ჩილერო არის ძირითადად. აკლდება ხოლმე 10-დან 2. ნახეთ როგორი თათი აქვს. მოკლედ წითელი ყველას ჯობდა ამ 3 ფეხიდან, წითელი ფეხი იყო საუკეთესო. ეხლა ვსინჯავთ ლოციაოს, არ ვიცი. გეცოდინებათ ესე როიჭერენ და ეხლა შევჭამ მე ეგრე. უბრალოდ ხელის დასვლა არ მიყვარს. ეს დავიჭიროთ და ესე ატრიალებენ ხოლმე ვიდეოსთვის. აი რა. მოდი კეთო. კეთო შეჭეროთ. ეს და
აუ, რა კაია. ძალიან მომეწონა. ბარემ დავაყოლოთ მეორე რელაციაო ჯერ გასაგებია. ლათიაოს ჭხირები. ამავე. აუ, ძალიან კაია. ნინა, მინდა რომ შენი ხაზები ახლოდან ანახო. არის ჭხირივით, მარილიანი ჭხირები რო არა უბრალოდ წარეა. ძალიან კაია. მაგრამ ბილოდი კუჩება. ლათიაო ძალიან მომწონს. არა. ხათმის ჭხირები და ძალიან ბევრი რაღაცა ჩამომიტანა ჩინეთიდან. ჩემმა მეგობარმა ნატალიმ და მადლობა ნატალის. და რაღაც ნაწილი ვიყიდე აზიურ მარკეტში, სადღაც East Point-თან და აქ ჩავსვამ ვიდეოს, როგორ ყიდულობ აზიურ მარკეტში ამ სნეკებს. და რაც თავარია დიდი ნაწილი ამ სნეკების ჩინეთიდან არის ჩამოტანილი და ნატალის მადლობა. მოვედით აზიურ მარკეტში. სიცოცხლეა, ისე მაგარია. ისეც ყველაფერი მინდა. ის რა დამწყო. ой, ზარეთო, საყვარელია, ნახეთ. რა არის? ღორის ხორცი, ქათმის ხორცი, წყალი, საკვები, მარილი. ნახე, გადახვეულია. სიმინდი, ტამი, მანდარინი. ტამი და მანდარინი. ეგეც საინტერესოა. ეს არის საქონლის ხორცი. საქონლის ხორცი. ესე მრგვალად. ეს რაღაცა. ძალიან კარგი მაღაზია. ერთი მთლიანი ინდაური იყო. თავის სანელებლები. ხა. მოასხა. ეს რა? 9 იხვი, 10 ლარი, 12 ლარი, 18 ლარი იხვი შემწვარი. შემწვარი იხვი, შემწვარი 9 იხვი. ძალიან დიდი არჩევანი. ფეხები და სხვადასხვა ნაწილები. ხერა კარგია. აქეთაც არის ძალიან დიდი ოთახი. აქ უფრო პროდუქტებია მე მგონი. ხო, სადაც შეგიძლიათ შენ. ხო, გაყინული რაღაცებიც აქვთ. ღორის ყურებია. ღორის ყურები, რომელია ღორის ყურები? ღორის ყურები. მოკლედ ძალიან დიდი არჩევანია თავბრუდა მე ხო აღარ ვიცი რომელი ავიღო. მარაკუიას რა არის? ძალიან დიდი არჩევანია და არის თევზები, რომელიც მე დიდად არ მიყვარს. ეხლა ავიღე რაღაცეები ჩემი გამომწერისთვის, ამიტომ კომენტარი დაწოდეთ ვიდეოს ბოლოს, ერთ-ერთი თქვენგანი გახდება გამარჯვებული და მოიგებს აზიური მარკეტიდან წამოღებულ სნეკებს. დავიწყე. ნინამ ბევრი ცხარე ჭამა. მასაც არა უშავს ამ ლათიაოს დაუწერ 10-დან 10 ლათიაო ქვია, მე მგონი თუ ზუსტად მახსოვს. შეწელებული იყო, რაც ჭამეს, ნახეთ სინამდვილეში როგორ გამოიყურება. აი რო არ მოგინდება არასდროს რო გასინჯო ეგეთებია. და აბა გასინჯე და გითხარი როგორ მოგწონს. ამას მეგონი ფჩხილიც აქვს, მაგრამ ფჩხილი ნინას ვაჭამოთ. იცი როგორია? საცმაც უნდა. რო დაჯდებია ესი თავისუფალი დრო რო გაქნია ძვლებს რა ვისაც გიყვართ ძვლიანი რაღაცების ჭამა მე მიყვარს მაგალითად და ითამაშებთ და გემრიელიც არის მოკლედ ერთ-ერთი ჩემი გამომწერი კომენტარები დაწერეთ აუცილებლად იმიტომ რომ ამ კომენტარებიდან ავარჩევ ერთ-ერთ ჩემ გამომწერს რომელიც მიიღებს აზიურ ბოქს საჩუქრად სოიო ამაში არ არის ხორცი ძალიან კაია ძალიან ცხიმიანი და ძალიან ცხარე. რა წარია. აბა რა იცი ჩინეთის შესახებ? მე ის ვიცი რომ
ჩინა ყველა ზოოპარკში რა პანდაც არის ჩინეთის საკუთრება და მილიონებს უხდიან. კი, მართალია. ყველა პანდა რაც მსოფლიოში არსებობს არის ჩინეთის საკუთრება და მართლა მილიონი ღირს რომ ზოოპარკში ყავდეს პანდა. და პატარ სამას შევჭამ, ას მარი უნდა გავაკეთო. ეხლა გავსინჯოთ სოსისები ერთად. ამას მოხარშვა არ უნდა? არა. Without cooking იქ მithres. როგორი სოსისები? აჯერ. აჰაილე. გამომართვე. დიდ ლობიოს გავს. აუ ვაიმე. დაიწყოთ მადლობა 10-დან 0. 10-დან 0 ჩემთვისაც. აუ ისე თქვით რომ ხომ თლიანი მთლიანი. გემო თუ უნდა გაიგო, უნდა უკვე შეჭამო და სუპრა პატარა. მაგრამ 0 არა, მაგრამ 2. ხო. ჭიები. ეს არ გაგვისინჯავს. ეს არის კატების საჭმელი. აი რო ვუყურებ, გონია რომ კატების საჭმელია. რა იყიდება კატების საჭმელი ადამიანის ხო, საჭმელი. ჩინურ მარკეტში. შეგვიძლია ჭამოთ. ეხლა უნდა გავსინჯოთ ესეთი დონატი. ჩინური დონატი. სკვიში დონატი, რომელსაც აუცილებლად მიიღებთ ჩემი ერთ-ერთი გამომწერით, ვინც გახდება გამარჯვებული, ამიტომ კომენტარების დაწერა არ დაგავიწყდეთ. And subscribe. ეგა სკვიში. კი, შეიძლება. ვიზუალი აქვს სათამაშოსი. ნახეთ რა ლამაზი. სკვიში სათამაშოები. ეს cheesecake-ია. Cheesecake. გავსინჯოთ, განია ეგ უფრო მომიწევს. აუ რა კაია. არა, ცუდი. გემო კაი აქვს, მაგრამ სუნი აქვს. საშინელი. მართლა ძალიან ცუდი სუნი აქვს და ძალიან გემრიელია. ანუ ცუდი კი არა, რაღაცა ძალიან კარაქის თუ რაღაც ხო? თუ ცხიმის. არ ჩემთვის ძალიან ტკბილია, ეგ ძალიან კბილს ვეჭამ ხოლმე. ცოტა cheesecake-ში გადადის რა. ბილი არ არის ჩემი. 6 დავუწე. ნორმალურია. უბრალოდ დონატს 10-დან 6 ალბათ რა 6 არის ნორმალური. განია ეგ უფრო მომეწონება და მაგრამ არ დასუნა. არ დასუნა. რაღაც ბურღულეულის შესახედაობა. აბა აუ ძალიან ტკბილია. ვერ გავიგა. რამე ახალი. 10-დან გასინჯა? რამე. ეს 10-დან რამდენი? 6 იყოს. ხო 10-დან 6 ჩემთვისაც. 10-დან 1. დავხურე. აი ამას ვაძლევ 10-დან 0-ს და აი ამას ვაძლევ 10-დან 1-ს. მე მოგიმზადეთ ინფორმაცია უცნაური საკვების შესახებ, რომელსაც მიირთმევენ ჩინეთში. სხვადასხვა ქვეყნებში ჭამის სხვადასხვანაირი კულტურა აქვთ. ამიტომ უცნაური არ არის თუ ჩვენ ჭამთ ღორს, ვიღაცა ჭამს ვირთხას, ვიღაცა ჭამს გველს, ამიტომ არაფერი უცნაური ამ ყველაფერში არ არის. ეს არის იმ ქვეყნის კულტურა და ტრადიცია. შეიძლება ჩვენ მოგვეწონოს, ან არ მოგვეწონოს, ეგ ერთი ამბავია, მაგრამ რაღაცას ჩვენ ვერ შევჭამთ, რაღაცას ისინი ვერ შეჭამენ. რაღაც ქვეყნებში ძროხას ვერ ჭამენ, რაღაც ქვეყნებში ღორს ვერ ჭამენ, რაღაც ქვეყნებში ჩვენ მაგალითად გველი და ვირთხა არ გვაქვს არც ერთ რესტორანში თითქმის. ამიტომ ყველას აქვს არჩევანი, თავისი კულტურა, თავისი ქვეყნის კულტურა, სადაც იმას მიირთმევს, რაც თვითონ სურს. და ეხლა მე მოგიყვებით იმ უცნაური საჭმლის შესახებ, რასაც ჭამენ ჩინეთში და დავიწყებ სუპებით. სხვათა შორის ძალიან სასარგებლოდ იცლება ჩინეთში. ეხლა ელენე გაიქცევა, მაგრამ გველის სუპი არის ერთ-ერთი ყველაზე მართლა გაიქცა. ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი საკვებად ითვლება. გველის სუპის გარდა პანდემიამდე ძალიან უყვარდათ ჩინეთში ღამურის სუპიც და ბევრი ღამურის სუპსაც მიირთმევდა, თუმცა პანდემიის შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა, ალბათ ყველამ ვიცით, რატომაც აღარ ჭამენ ღამურას. მესამე, რაც რისი სუპიც ძალიან უყვართ ჩინეთში არის
კუს სუპი, კუსგან ამზადებენ ჟელატინის მსგავს წვნიანს, რომელიც ითვლება, რომ ძალიან სასარგებლოა და ძალიან კარგია მისი მიღება ადამიანისთვის. სუპებს ერთ რამეს გეტყვით. ჩინელები ხმით, იმიტომ ჭამენ სუპებს, აი ხო, მაგრამ როგორც გააკეთა, იმიტომ რომ ისინი გამოხატავენ პატივის თემას მათთვის, ვინც ეს გამზადა. ანუ მაგით ეუბნებიან, რომ მათ ძალიან მოეწონა და ძალიან გემრიელია. ეს არის მათ კულტურაში პატივისცემა. ჩვენთან კი არ ითვლება კულტურულად ხმაურით ჭამა, მაგრამ იქ ესე აგრძნობინებენ წვნიანის გამკეთებას, აი ამ სრუტყუნით, რომ ძალიან მოეწონათ. ძალიან მოეწონათ და ეს მათი კულტურის ნაწილია და ოკეი, ჩვენთვისაც ოკეი უნდა იყოს, მათ შეუძლიათ ისე ჭამონ, როგორც თვითონ უნდათ. ჩინეთში ძალიან უყვართ ბაყაყის ბარძაყები. სხვათა შორის ბაყაყის ბარძაყები მეც მაქვს ნაჭამი საქართველოში და ქუთაისში. ქუთაისში ფრანგული რესტორანი გახსნეს, ერთად ფრანგი შეფი ყავდათ ჩამოყვანილი და იქ დავაგებმო და ძალიან გემრიელი იყო. ქათმის ხორცს ბევრად ჯობია ბაყაყის ხორცი და მარტო ჩინეთში არა, საფრანგეთში ითვლება, რომ ძალიან ისეთი დელიკატესია. ძალიან მნიშვნელოვან საკვებად ითვლება ჩინეთში ბატის ენა და ბატის ენაც ძალიან ბევრ ადამიანს უყვარს. დავჭი მარტო და მოგიყვებით ტარაკნების შესახებ. ესე იგი ჩინეთში street foods რო ჩაუვლით, აუცილებლად შეგვხვდება ტარაკა და მორიელი ჭია. შორის მე თავის დროს დაახლოებით 10 წლის წინ ვიყავი ამსტერდამში, სადაც გამასინჯეც ყალია კარამელით და უგემრიელესი იყო, მატლები და ჭიებიც გავსინჯე მაშინ და კიდე გავსინჯე ტარაკანაც. და ტარაკანას არაფრის გემო არ ქონდა, სიმართლე რომ გითხრათ. ამიტომ უცნაური საკვები ძალიან საინტერესოა გასასინჯად, თუმცა არის რაღაცები, რასაც მეც ვერასდროს ვერ გავსინჯავ. ჭამენ ცოცხალ რვაფეხას. ეხლა აი აქ ჩავსვამ ვიდეოს და ამ ცოცხალი რვაფეხის ჭამა იმის გარდა რომ არ არის ლამაზი საყურებელი, არის საშიში, იმიტომ რომ ხშირად ეს საცეცები იწყებს მოძრაობას და მოკლედ ძალიან საშიშია და ჩავსვამ აქ ერთ-ერთ ვიდეოს. ხო, გეწებება და ხო შენს გაქვს ხო ვიდეო ნანახი. მეც მაქვს ვიდეო ნანახი და ძალიან ისეთი საყურებელია. ეს არის ხრაშუნალობიო, რომელიც ნატალიმ ჩამომიტანა ჩინეთიდან და ეხა გავსინჯოთ, მადლობა ნატალის. კარგია. ნახეთ. აუ, ძალიან კარგია. ძალიან კარგია. მარი. ნორმალურია 10-დან 10 ჩემთვის. ეს არის მანდარინის და რისი იყო? ატმის მე მგონი. ატმის ჟელე. ყველაფერი ჟელეა? ანდალა. არა, არა. ეგეთ რა არის? აი, ესეთი გული აქვს ნინას. ვერ გაჩვენებთ კარგად, იმიტომ რომ ძალიან თანთავაა და ძალიან წყალი უთხრა. ელემ გადაწყვიტა რომ გასინჯოს ეს კატის საჭმელი. ნახეთ რა ბედნიერი სახე აქვს. თლიანი კრევეტიდეს. ნახაჭამ. არ მოგეწონა. ოცხარეა. აკონსერვის თევზების გემო აქვს. მოდი შეგახედოთ როგორი სეთი აქვს შიგნით სანელებლებით გაჯერებული და ეხლა უნდა გავსინჯო. ამას მე ჩავდებ სასაჩუქრე ყუთშიც და თქვენ გადაწყვიტეთ თქვენ შეჭამთ თუ კატას აჭამთ. მე გირჩევდით რომ კატას აჭამოთ. არა, გასინჯეთ, მაგრამ არა, კაია. აუ, მე მგონი ჩვენ არასწორად ვიქცევით. ეს ნუ არა, არა, მე გარ უნდა დაშალო. არა, ეს ნუ დაშალო ალბათ. არა, ამ კანებს რა გაჭმე. მოსინა. ხო. ნინა მეგრე ჭამს სხვათა შორის. აბა კრევეტის ეს კანი სადაც არის. ხო, მაგრამ მან დამარინადებული რო არის. არა, არ იჭმევა და ის უკვე შიდა, აი ნახე. აი ეს უკვე. გინდა გაგასინჯო. მე მინდა, ამ კითხო. აი ნახე ახლა. ეს ახლა გემრიელია. არა, ისეც გემრიელია. ვისაც მოგივათ გაფრთხილდით და ისე ჭამეთ, იმიტომ რომ აი ეს საფუჭებს რეალურად საქმეს. ეს არც უნდა გოჭამა, რატო გადავწყვეტეთ რომ გოჭამა არ ვიცი. მოგეხსენებათ ჩინური არ ვიცი და ეხა ერთად ნახოთ რა არის. წყლებს გავშეხედეთ. კეთომინი. და მე ისე იმას რომ ჭამთო. კეთომინი. დაგივარდა.
მაქედან არ ჭამა. აუ ძალიან ცხარენი, ეგ შენ არ ჭამა. ხო? არა, არ ჭამა. არ ჭამა. მე მგონია რომ მატლებია. ნახეთ როგორ გავს თან მატლებს. ვიზუალურად კი გავს, შინთაც ისეთია. სტრუქტურაც მატლისა აქვს, მაგრამ სინამდვილეში რა არის არ ვიცი. მატლის გემოზე ვჭამეთ რა. კარგი მატლია რა. გემო არ მოდის იმდენად ცხარეა. აი კიდე ცოტა. გასინჯა. ამა მინდა. არა, ცხარე. გრძელი. ელე რომელი ფერი გავსინჯოთ? აი ეს ნოპერებლად გოსო. აი ესე გამოიყურება შიგნით. ძალიან კაია. სხვათა შორის ეს აქ ვიყიდე და 1 ლარი ღირდა. ეს 5 ლარი ღირდა. სასმელი ღირდა, რომელსაც ახლა დავაგემოვნებთ 5 ლარი. არის ცოტა უფრო ცხარე, ეს ნაკლებად ცხარე, მე მგონი თუ ერთნაირი გემოა. ესეთი გავასინჯე გუშინ. გოგოებს და საკმაოდ მწარია ეს და ეს უფრო კარგია. ვისაც გინდათ რომ სიამოვნება მიიღოთ, ალბათ თქვენი ეს ჯობია რომ იყიდოთ, იმიტომ იმას უფრო ჩქარა ჭამ. ორი გრეიფურტია ამაში. გრეიფურტი, ჩაი. ესე გამოიყურება და ეხლა გავსინჯავ. ჩამისვის. გაგვიმარჯოს. გემრიელია. გოგო გასინჯე? ის წლებს. ხო, ატმის კომპოტის გემო აქვს მე მგონი. სუბუქია ხო? ძალიან სუბუქია და ძალიან კაია. ესე გამოიყურება. არის. მამეთი არა. მაგრამ მეტი არა. მე მგონი კარგი უნდა იყოს. 10-დან 8. შენთვის ესეც არის 10-დან 8-ან 9-ს შეიძლება. მე მომწონს ძალიან. ეხლა გავამზადებთ ბოქს, რომელსაც გავუშვებთ ჩემს ერთ-ერთ გამომწერთან. კომენტარებიდან ერთ-ერთი გაიმარჯვებს და მიიღებს აზიური სნეკების ბოქს. ნახეთ, ესე გამოიყურება, არის საკმაოდ ცხარე და არ უნდა არანაირი მომზადება იჭმება პირდაპირ. ჩავდოთ. ერთ ჭიაც ჩავდოთ და თუ გენდომებად სულ საბნე შეგდიათ გააგემოვნოთ. არც გემრიელია და არც უგემური. ერთი ეს ჩავდოთ, ქათმისა, არა, იხვის ფეხი, და მე ვფიქრობ მაინც უნდა გასინჯოთ. მინუსი ის აქვს დაშვებული, რომ კანიანად არ უნდა ჭამოთ, ჩვენ კანიანად ვეცით რატომღაც და კანიანად არ ჭამოთ, მაგიტო არ მოგეწონა ჩვენ. ამ სკვიში დონატს შევუდებ და გასინჯეთ, თუ მოგეწონათ ჭამეთ. ეგ მე ძალიან მომეწონა. 10-დან 9 იყო, ალბათ ყველაზე მეტად. არა. ეგ ორი იყო, რომელსაც დაუწერე უმეტესი მაღალი. მე ჩავუდებ. ჩადეთ. ეგ ჩავდეთ კი. ნამცხვარის ჩავდოთ, უბრალოდ რომ გასინჯოთ. მე მგონი ძალიან არ მოგეწონებათ, მაგრამ მაინც. კრევეტების ნუდლსია, მე მგონი. ცხარე შეიძლება იყოს, ამიტომ სანამ გასინჯავთ, შობელს გაასინჯეთ. და მშობლისგან ავიღებთ მე ისედაც ნებართვას, რომ ეს ყველაფერი გამოგიგზავნოთ, ისე არ გამოგიგზავნით. მე ეს წამოვა ერთ-ერთ ჩემს გამომწერთან დაელოდეთ. ეხლა კი ჩვენ დავასახელოთ ჩვენი საყვარელი. რა მოგვეწონა ყველაზე მეტად? მე მომეწონა ეს. მეც, აი ეს. მე ეს ორი მომეწონა. დესერტებიდან ეს. ლობიოს ბურბუშა. ხო, ლობიოს ბურბუშელა მეც ძალიან მომეწონა. და ეს პირველად რაც გავსინჯეთ, პირველი რაც იყო ეს ხორის ხორცი, ხო, მაგრამ ხო. ნინას როგორც კვილის მოყვარულს მოეწონა ეს ორი. მაგრამ აქვე მინდა გითხრათ, ჩვენ ვსინჯავთ ყველაფერს, მაგრამ ვიკვებებით ჯანსაღად. ნინას ძალიან უყვარს, არ გიყვარს სტაფილო, ბროკოლი, რომელსაც ძალიან კარგად ჭაში რა გიყვარს? ავოკადო, მანგო. და საჭმელი და შეისაყვარელი საჭმელი რა არის? უთხარი მაყურებელ? ბურგერი, ჩიხითმა და ჩაკაფული უყვარს? პინკალი. ანუ ვიკვებებით ჯანსაღად, მაგრამ სინჯავთ ყველაფერს და თქვენც ეგრე გააკეთეთ. გამონაკლისი შეიძლება იყოს პერიოდულად. გამოიწერეთ ჩემი არხი, დაწერეთ კომენტარებში. რამე თუ გინდათ რომ მოიგოთ ერთ-ერთი თქვენგანი ელენე და ნინასთან ერთად ავარჩევ გამარჯვებულს და ერთ-ერთი თქვენგანი მოიგებს ამ ბოქს, რომელშიც ჩამოგითვალეთ რა დევს. ესები გათამაშების
უბრალოდ უნდა დაწერონ კომენტარი და გამოიწერონ ჩემი YouTube არხი. Всё. ეს ხელები